მოგესალმებით მეგობრებო, შემეგობრებო. რა ვახარ დაშვებით ვართ, მაგრად დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. კონკრეტულად Europa War 7 Medieval-ი War 7 Medieval ისტორია თქვი. ეს კამპანია დაწყებული ხდება ბიზანტიის თუ გაქვთ ნანახები ორი ეპიზოდი მაქვს დადებული და სულ გადავაბი Stream Flash 2 მეთქი ცოტა ბიზანტიის კამპანიასაც წავაშველებ მეთქი არის და დაგიბრუნდით ასე იგი აქ არმენია განადგურებულია ალეპო ამას აბასიანების და მოსული და ერბილი არმენიის ტერიტორია აი გამოყოფილი პროექტი ჯარები არ მყავს ნახეთ მარტო მყავს 3 გენერალი და ალყაშიო აქედან თურქები მიტევენ აქ თურქები და ალყაშიო მაგარი ასევე აბასიანი დინასტია ნახე ხელარი გახდა იქიდან სპარსები გაანადგურა და აი თრიან ჩემ ტერიტორიაზე შემოსულები აქ ნიკოსია აიღეს პირატებს აართვეს თუწოს მახსოვს და ეხლა მოგოლზე მიტევენ აქედან აი ამ მხარეებზე მიტევენ რა ხუთაშუაზღვის სანაპიროზე მიტევენ ძირითადად და ტიპები რამხელები არიან აბასიანი იმპერია ნახე ძალიან დიდები არიან მაგათთან შედარებით მე მეტი ტერიტორია ვქნები აი დავთვალე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 1 2 3 4 5 6 არა მე 6 ქალაქი მოგზა იმას ისა 10 აქვს ჩემზე დიდია ბევრად აქეთკენ დამოვიწყო მოსული და ებრალდი ანუ 8 მაინც რა მაინც ჩემზე მეტნი არიან ან ჩემზე მეტი ქალაქი აქვს და ჩემზე მეტი ჯარის გამოყვანა შეუძლია ეს ტრაპიზონი მეიწავართ თუ აქედან მონღოლები გიახლოვდებიან სხვათა შორის მონღოლები ძალიან მოიწევენ წინ და მონღოლებთან ომში ვართ ასევე აქეთ ამეებთან რა ქვიათ აღარ მახსოვს კიევის რუსეთი თუ რაღაცა რო ამასთანაც ომში ვართ Kingdom of Slavia დასავლეთ სლავებთანაც ომში ვართ პეჩენეგით რაღაცებთან მაგათთან ომში ვართ ჰუნებთან არ ვართ ომში ვცდილობ რომ ომი არ წამოვიწყო და თუ რამე მეტყვენ გადამიხადე უხდი ნუგლებთან ომში ვარ და ეს ჰუნები მიმეხმარებიან მაგასთან ძალიან მაგრამ დიდხანს არ მგონია შეაკავონ რადგანაც გარშემო ყველასთან ომში არიან ახლა ტიპები ხო კი და ძალები აქვს გადანაწილებული თლიან ტერიტორიებზე ყველგან უტევენ და მაგით გამო ახლა ბურგალებმა გამოარღვიეს და ჩემი არმია აქედან როგორც გახსოვთ წამოვიყვანი აქეთ და ახლა უცებ შექმენი კონსტანტინოპოლის დასაცავად აი ესა და ეს იყო ოპა საკითხენ ძალიან ბევრი არიან იმას არ გამონადგურებ ამას იმიტომ ეგრევე 3 იუნიტიანით ჩაანაცვლებენ მჩვენია ეგ დავტოვო და ეს ხამას არ გამონადგურებ ეს გამონადგურე და მე თვითონაც შეაკლავენ თავს მე რო შემოიტევენ კონტრაატაკის ხო დაუბრუნებ უკან და მაგაზე კაი დავიწყოთ ახლა თამაში აი ეს არის ძალიან დიდხნიანი ხოლმე და ამას გამოგიტოვებთ ხოლმე ამოჭრი და ისე გავუშვებ ხოლმე ჯობს იმიტომ ძალიან ტვინის ბრალობა დიდხნიანი და დიდი დრო მიაქვს და თამაშის დიდი ნაწილი მაგას მიაქვს კაი აქედან დავასტოვებ და ნიშნულ მომენტზე დაგიბრუნდებით რამე ნიშნულ მომენტი იქნება ასევე ვისაც წინა სერიები არ ეგოთ ნახე ამის ჯოგუყუროთ და ვხვდებით და რა ხდება როგორც და უკეთესად მაგრამ მაინც ეგვიპტელებთან ეუბიდინებთან გვაქვს ესა კარგი ურთიერთობა გაყოფილებული ასევე ბერძნებთანაც მაგრამ ჩემი ბიდის გადამკიდე ბერძნები და ეგვიპტელები ეუბიდინები ერთმანეთს ებრძვიან და ვერაფერს ვერ მეფარებიან მაგის გამო და ერთი დასავლეთ რომის იმპერიასთან მოხს ალიანსი რა დარჩენ არავისთან ესეც უფრო ნეიტრალური და უმეტესობთან ანუ თქვენ აღმოსავლეთით რუკაზე ყველასთან მოხს ომი ტრაპიზონთანაც ერთი ამასთან არა მოხს საქართველოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს დვინი და არდაბილიო შემორჩა მონღოლებმა წაართვეს ზევით ორი ქალაქი თელავი და დერბენტი
10 გენერალი მთლიანობაში ეს სრულიად გამონადგურეს სამის ვლაგვე ვებრძვი. აქ ბელგრადი წაართვა უზგუთემ ეგ ძალიან მომეწონა. მაგრამ ჰუნებს ძალები არ აყავს რომ შეაჩეროს. აქგენ უნგრელები უტევენ და აქგენ სლავები. აქედან სლავები. ძალები ყავს გადმონაწილებული. და ეგეც არ ყოფნის რა. და იქნები ისინი როგორმე გამონადგურვა მასაც მივახმარდა და ამის ვიზავთ. ეს ჩემია ესა კარგად ვისთანაც ვარ და ჩემი ალიანსში ვიყავ მაინც სატყურო უზორობენ ერთმანეთში. ეხლა კი შემიძლია რომ ავიყავ ალიანსში მაგრამ არ ვაპირებ. 8-ზე აქვს ავიყავ და მე ერთ-ერთმა გაანადგუროს მეორე. ორივე შემიძლია ავიყავ ალიანსში მაგრამ არ მაწყობს. ოთხული დავხარჯო და გამინადგურდეს იუნიტი ჩემიანის მიერ. აი მაქსიმუმ შეიძლება ამაზე ვიცადო ურთიერთობის გაკეთება. ალიანსში ანუ კარი ურთიერთობებს დავწიო და ჯერ ავიყვანო თამაზე რა ქვია. ესეიჯი და მე ალიანსზე. ესეიჯი რა სიმძიმით თუ აზე არ მასწავლებს. მას სიტყვა და რავი რაღაცას არის, რაღაცა არ იქნება რა. აქეთკენ უკვე ცოტა გავათავისუფლეთ უკვე მოსულს აღარ ვიცავთ და პიგი ჩვენ გადავედით ორი გენერლის ჩიტევაზე. და აქეთკენ ეს ქვედა მხარე გავათავისუფლეთ და ეხლა ზედა მხარედან ზედა მხარეს ვუტევთ. აქეთ ესე ეუბიდინები მეხმარებიან და აქედან ჩემი ესა კავალერია მოაქცეთ ალყაში და გავანადგურეთ მაგას უეჭველი. ამას ეხლა თუ აიღებს ნიკოსის, აიღოს რა. მე არ მაინდა ჩემი მაინც არ არის. ეს პირატების იყო რა, ეს ნიკოსი. ეგეც ნახეთ ეს მარითეიმერის ობსერვატორია. პირატების იყო. და არავინ გაგიც არ უც პირატები ეწერათ თავიდან. ეხლა რესპუბლიკაში ქნეს ლათინთა იმპერიას დაარქვეს ტერიტორია. წეგან არის თავიდან აღარ მახსოვს ლათინთა იმპერია წერებოდა თუ არა ამას. აი მოდი მივხედოთ დაცვაზე ვარ და ვიცავ და ცოტა დავიცავ და ხალხსა და შოუსწავლ აბასიანებს მე აბასიანებთან გადავა შეტევაზე და მონღოლებთან დაცვაზე მომიწევს ყოფნა რადგან თქვენ ხედავთ რამდენი არმია ყავს. აბასიანებსაც გაიგონთ არმია ყავს მაგრამ დიდხანს არ ეყოლება. აი დაგიბრუნდებით თქვენთვის მალე ჩემთვის გვია. დაგიბრუნდით რუკას შეხედოთ ეხლა შეტყვით რომ ტრაბზონი და ალეპო დავყარი. ასევე აქ ტრაბზონის საათრო იყო. გადაიქცა ოტომას ისა სულთანოვ ოტომას ანუ ოსმალების იმპერიად რა. ოსმალებად რა. ანუ ახალდელ თურქების წინაპარი ქვეყანა. მე ამათ მე ჩამოყალიბდა თურქები რა. გადაიქცა სახელი ეგრე. ერთი ესა ვიყო და მე 2-3 იუნიტ გენერალს დავტოვებ ფაქტორ ესენი გავამაგრო. მონღოლებსგან დავიცვა და არჩევს გავუშვებ აქეთკენ. და აქეთ ნახე. ისინი კი გამონადგურე, მაგრამ ხელ რამდენი დამაყენე ისევ თავზე. და მაგის გამო უკან ამას ერთი იუნიტი ამოვუშვებდი და უკან დახევა მიწეს. ცოტათი. იბეური ამოუხოცე, მაგრამ ისევ შექმნა და ეგრე ნენელა უნდა თაწინო წავიწიოთ ამ ამოუხოცე. სხვა გზა ავი არ არის რომ გავიმარჯვოთ ისე რა. აი მიდი ახლა ეს მიდი ეგრექენი და ამას დაესხთავს. აქაც უკვე თითქმის ამოვლიდეთ ჩემ ტერიტორიაზე ძალიან ცოტანი გადარჩნენ. რომ გადავსებული ვქონათ ხოლმე. მაგრამ აქეთკენ არიან ესენი არიან სულ ახლა რაც არიან აქ. მაგრამ ძალიან ბევრი არიან და მარტივი ამოსაზრდები არ იქნებიან. ამას დავუშვით მოდი. კაი იყო მომეწონა, მიდი კიდე ეგრე კაია. ამას ვერ გამოვწევთ, კაი.
ამას წაართვა საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ძალიან წუთში ჯარი აღარ აქვს თითქმის. ცოტა თუ მოძლიერდა მაწყობს. აქეთკენაც ძალიან ბლომათი უნიტი გავანადგურეთ, მაგრამ ამ უნიტს მინადგურები იყო. და კიდე ერთი ესა. კაი, 13 ესა მოდი შეაკალი რა თმინდა. ერა ხო კაი. და მოკალი მიდით მოკლა. რა მივაყენთ ისე დარტყმა. ნენელა ამები ჩავუყვები კავჩემი კავალერიით დამასკოს და პეტრას ავიღებ. ამათ შევაკავებ. მანქანამდე შევეცდები რომ ეს იუნიტები აი ეს უკანა იუნიტებით ეს ორი ის გამონადგურო. აბასიანთა იმპერიის გენერალი თუ რაც არის ლორდი რამი არმია ეგრე დავარქეთ და ამ 4 შეტევის გადავალ და შევაკავებ ხებიც დავსუს და მე ამ 4-საც მივახმარ. ისე კაი იქნებოდა ახლა ბესლებრივ მithოვდება შემდეგ იმას ველოდები ხოლმე ყველა წანამალ ყოველს ყურებას აქ მე მარტო საზღვარი ვის რომელიც ქვეყნებს რომელ ფუშენ და საზღვარი რომელ ქვეყნებთანაც მაქვს და ომი მარტო მაგათ სულებს რომ მიჩვენებდეს დანარჩენები პირდაპირ სწრაფად სკიპავდეს რა რო ძალიან დიდხანს ანდომებს ხოლმე კაი 4 რა დარჩა ეს ერთი ეს მეორე და დაარტყებოდა პირველად იქიდან მონღოლები თუ რწამენ და დიდხანი ვერ გაძლევს ოსმალები კაი აი ეს არის კიდე კაი მალე დაგიბრუნდებით თენედრით ავიღებ დამასკოს ახლა მე გეტყვით რომ ვერა დამსვლაში ვერანაირად ამას მაგარი დარხეული აქვს აქეთკენ დახმარე ზადა უნდა ამას ჩაცხე მიდი რაგაცო ხომოკალი დადი ახლა მაგას ჩაცხე კაია მიდი მეორეს დაამატებარემ და ვერა კაი არა უშავს მიდი კაცო მიდი ეგრე ახლა ეს ორი გამონადგუროთ მაგრამ ვერ შევსლებთ ხო ვერა ახლა მოდი აქ უცებ შევქნათ კიდე დავხმარე ძალა რომ დავიხმაროთ და აქეთკენ კიდე უნდა ჩავანაცვლოთ შენ ნაგიყვანა რა დაბალი ისინი არიან დონის თუ აქ მეტი ისა არმია აღარ აქვს ო არა აი რაც არის რა აჰა რა შეგვიძლია ახლა აუ ეს სულ დამავიწყდა აქეთკენ ამას მივეხმაროთ აქ რო ეს არა იყონ ჯობს ჩემიანს დავსუსტემენ და ესენი მოძლებდებიან თუ ქალაქი აიღეს
არა რა, ჩემთან ბრძოლა არ ყის რა. თუ ჩავდექი დეფენს პოზიციაზე, ვერავინ ვეღარ გამეკარებია. ანუ ზარს უნდა დურებ და მე იმის აყვანაზე, ანუ ხელახლა აყვანაზე იმ ჯარს. ეკონომიკა უმცირდება, ანუ ეკონომიკა რა, ფული უმცირდება. და მაგის გამო იბდეს ვეღარა იყო, სადაც თავიდან ვეყავდა. და უფრო სუსტი ჯარი იყოს, მაგამდე თუ მაღალი დონის და გაძლიერებული ლეველებზე აყვანილი ყავდა, ნახე აქ რო შეხვალ, ესენი არის level 2, level 6, level 6. და ეხლა რო აიყვანა level 1-ები ყავს იმას და დავლოყავ და level 1-ებს უფრო დაბალი damage და უფრო ცოტა სიცხლე აქვს რა. და ეხლა უფრო მარტივია გამკლავდი ამათ, მაგრამ მაინც ბევრნი არიან და მე იმას შედარებით უფრო ცოტა ყავს. ეგ ერთი მეორე კიდე მე გადანაწილებული ვიყავს სხვადასხვა ადგილებზე. კონკრეტულად ეხლა 3 ხარეს ვიბრძო. აბასიანებთან აქეთ ორ ქვეყანას ვიბრძო ერთდროულად, მაგრამ უფრო ოსმალეთს ვუწევ და მანდ არის მონღოლების და თან ოსმალებს ვიბრძო თან მონღოლებს. მე მონღოლებს წეწვა საერთოდ არ ვარ. მანდ მაქვს მეორე ფრონტი და მესამე ფრონტი აქეთ ბულგარელებთან. სადაც დეფენს პოზიციაში ვარ ჯერჯერობით და მე ვნახოთ რა იქნება. ეგ არ მომეწონა. ეგ არ მომეწონა. ანუ მაგას განადგურება უწერია. ეხლა ისინი გამიდაგურდნენ მეზარები ახლა აქედან გამოყვანა და ზოგადად ცოტანი ყავს. თან იმას კენ ჰუნები უტევენ, აღარ გონი ჯარი გამოუშვეს. თუ ესენი გამიდადგა მარტო ერთი დამიტოვა, ამით გავანადგურებ და მე ცოტა რაღაც ერთი რამოდენიმე სულ დამჭირდება, მაქსიმუმ 4 რო რაღაც რაოდენობა შევქნა და სვითოვი ავიღო. თუ არა და გავაგზავნი მე უკან. მაგამდე ჰუნები მაიქვს. აქ შეგვიძლია შევქნათ, იქიდან გადმოყვანა მეზერება თორე. აქ შექმნა საღა უნდა. თანახეთ კონსტანტინოპოლი ბოლომდე აღწევა გაძლიერებული. აქ fortification და აქვს 5-ზე გაძლიერებული. უფრო ძლიერ თანადგურები კედლებს. ხანჯერდება ასევე კედლები ესა როგორც თქვა დიდ არხებობენ მაგის გამო რა, ცოტაც უკევენ ხალხს. ეს არ მომწონსო, მოიცა შენ რა დაუშვი ეგრე მიდი. ამას მოვავიყან და ამის ხალხი ამეხოცოს. თან მით უმეტეს რომ რაღაცები მეწურება. ანუ სამკურნალო დოლები. ეგრე შევარქ სამკურნალო დოლი. რავი დოლს გავს და ზედაც small amount of troops is better. War drum. საომარი დრამი, ანუ დოლისავით დრამი რა არის. ანუ ინგლისურად ვხვდები რა არის, ქართულად როგორც რა არის ვიფხვდები. რაღა დამრჩა, ერთი ეს კაი, მეორე ეს კაი, მესამე, ეს, იმატონ მალე დაგიბრუნდით. დაგიბრუნდით, ისე რაიმე რჩევა ხო არ გექნებოდათ, ანუ რჩევა რა, ხო რა რჩევა, თუ რამე რჩევა გაქვს ჩემი არხის მიმართ, რომ უფრო განმავითარო, დიდ სამოთ მოვისმენდი. და კომენტარებში დამიწერეთ, თუ გაქვს რჩევა, კომენტარებში დამიწერეთ, წავიკითხავ და გავითვალისწინებ. რა რჩევას მომცემდით? ან რა გინდათ რომ შეიცვალოს და უკეთესობისკენ ამ არხზე რა. უკეთესობისკენ შეცვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ არხის. რავი, თუ გაქვთ ეგეთი რაღაცები, იდეები ან რამე, ან გინდათ რა რამე შეიცვალოს ამ არხზე, დამიწერეთ და დავიკითხავ და გავითვალისწინებ. თქვენს ესა აზრს.
ტიპს რა იუნით იყავს 2 საათია ვებძვი და გადავაკელი მარტო აბა ნახოთ თვით 1 იუნიტის ძლივს უნაზგურებ 4 ლეველიანები არიან ვაფშე რა არიან აუ დემეიჯი მაგარ დიდია დეფენსიც 104 ცხენის ყოლობაზე აი დიდია ჩარჯი 15% აია რა გინდა მაგრამ ჩემებს არ ჯობნიან მაინც უბრალოდ ჩემებს ნახოთ აბა დეფენსი არა დეფენსი კაია დემეიჯიც მაგარი აქვს ერთი თუ აყენებს მაგხელას ეგეც მაგიდიმეებში მაგრამ თუ ერთი გიყენია უპირატესობას კარგავს და ეს აშენარების ყოლია ნახე აი აბა აქეთკენ რა ხდება ოპა შენ არ უნდა მომიკვდე ძმაო ალემაო წამოდი ეგრე წადი ეგრე მონღოლებს დაუყრიათ ერთი ქვეყანა განადგურდა რა მაგრამ ჩემთვის ეგ არაფერია იმიტომ რომ ქალაქი ისეც უნდა ამეღო და ასეც უნდა ამეღო და მონღოლებს ეკნებათ ხელში თუ იმათ ორივე ჩემი მტერია ოსმალებს შევარდი ოპ კაია კაი დემეიჯი გააკეთე ანუ ეს გარეთ ვერ გამოდის ერთი ეგაა ცუდი რა დავჭა 9 აი აქეთკენ დავჭნი ესენი მაგრამ ამათ ვერ მომოძრავებთ დიდად ამ მე ვიცი ვინები დავჭნი აი აქეთკენ დავჭნი ესენი გადარჩა აი ხუთიო ეგ ხუთი არა უოჭონი ხო დამასკოსთან მოაბილიზა ხალხი 3 არმია მაგრამ რავი მაგ უცებ ვეღარ ავიღებ მაგრამ აღებით თავის მოთავიღებ კაცო ეგ პრობლემა არ არის ეხლა ორი ჩანს მაგრამ ერთი გამონადგურდება პრობლემა არ არის იქთკენაც უკვე ძალიან ვანადგურებ ცოტა ძლიერი ხალხი გამოუშვი და მაგის გამო რა როგორც ითხრათ რამე აზრია ან იდეა თუ გაქვთ ჩემი არხზე განსაკუთრებულად მითხარით კომენტარებში გავითვალისწინეთ ყველაფერს ან რაიმე კითხვები თუ გაგიჩნდებათ გიპასუხებთ ყველაფერს აბა მახარა დიდი არმია ჩაცხო როგორ მომეწუნა წადი უკან შენ აქ მოდი ტავერნაში შევიდეთ და აი ეს Limit გადავაჭარბე უკვე 170 ნახოთ და 1300
მარცვალი უქნა. ეხლა კაი. ეს ვერ შედის, ესეც ვერ შედის. შეგვიძლია ეს გადავაყო. სანამ მაგას ვიზავთ ეს კაია კაი დიდი სამეფო შევიქმნით. უკვე ალეპო და ისო დავიწყარით, მაგრამ ერზრუმიც მინდა, და დამასკოც ავიღო. ამ ეპიზოდში მინდა რა იქს, თორე დანარჩენს ვერ მოვასწრებთ ვერანაირად. კაი და მალე დაგებრუნდებით. მოდი ეს მორჩება. მიდი რა იქნებ ოპა კაია მომეწონა მიდი კიდე ეგრე კაი შენ გენაცვალე და ეს რუმი ჩვენია შეგვიძლია თავშოთ გამოვაცხადოთ რომ ჩვენია ადი შენი თქვენ დაიყვანი ანი თქვენ დაესწროს მაგრამ მაინც ესენი ჯობს თავიდანვე ამას ერთად გამონადგურე. ტიპი რა მაგარი, ამას ეგეთა ტიპი, ნახე. ტანგ დინასტია. ომი აქვს, მონღოლებს და ევბიდიდან. ესა მაგორთან აქვს მარტო ომი. და ორივესთან მეხმარები ისე რომ ტერიტორიების აღებას უხდება რა. შეუძლია. ვასვისტებ. ეს ტერიტორიებს ართვეს. აქ სამდი წაართვა, იქ დერბენტი დაიბრუნა. ხოდა, ამ დროს მე რომ გონია რომ ჩემთან მაღლა და მაღლა ურთიერთობა, ვაფშე არ ემატა. რა ჯანდაბა კიდე ფული რომ გადაგიხატო რომ მოსა ჩემთან მოგემატოს ურთიერთობა, მეტი საქმე მცხლა შენში ფული გადავიხატო. კაი მიდი არა უშავს მიდი ეგრე კაია ალეპოს უტევს აი მიხედა მერე და ბარე მოსიც მიდი ხასი მარტო კაი არა უშავს აჰა ვიცა ბარემის გავაკეთებ და მომწონს. ალეპო არ დავკარგოთ კიდევაც მე ერთი ჩვენ დავკარგოთ ალეპო.
ბიზანტიურები გაუშვათ ბიზანტიურ ჰოსპიტალ თუ რა ქვია ეგრე მახსოვრი კიდე განწერულია. ეს ძალიან მეეჭვდა, გამხელე ტერიტორია ვარი ასა დახურული. ასე მგონი რაღაცა დიდი საერთო ქვეყანამდე გამოჩნდეს აქ და გადაუვაროს თელი აქ მხარეს რა. რატოღაც ეგეთი შექმნა მოქვს აქ გამხელე ტერიტორიას ხედავთ სარიელს. რატო დატოვებდნენ სარიელს? მაშინ ხო შეეძლოთ რომ მოიჭრათ ეგ ხარ და ისე ყოფილიყო რომ არ გამოიჭრეს სარიელი. რავი. გამგროვებული არ არიან 9 საუკუნეში გამოსნებილი. რუსული ისინი. პოლისები და ქალაქები. ტომები როგორ არის სლავები იგივე რუსები არიან. სლავები იგივე უკრაინელები რუსები ერთი და იგივეები არიან რა. როგორც სახელმწიფო 9 საუკუნეში გამოსული რა. მაგრამ მალევე რამდენი საუკუნეში მონღოლებმა გადაუარეს. მე თელი მაგათ ტერიტორია გოთხრდმა ჩაიგდო თელი 200 წლით უბრალოდ მახსოვს. ანუ მაგათი იმენა კულტურა, ყველაფერი გაანადგურეს, რასაც ქვია. ფიცუნდა რა არის? აი პროსტა ამ თამაშს ეგ მიშოხო ნერვები. არასოდეს არის ქალაქები დალაგებული. იმაშიც ეგრე არის. Silent Flash-ში. თელავს რა უნდა კავკასიის ზევით. რა უნდა მაეთკე. თელავი უნდა იყოს დვინთან. ან დვინისგან ცოტა ახლომახლოს რა. დვინი კიდე ვაფშე სადმე ტბასთან უნდა იყოს ქვევით, რა უნდა მან? დვინს. ან ერზრუმს რა უნდა მან? ერზრუმი მოსულთან უნდა იყოს 20 მოსულსა და იმის შორის რა. აი აქ უნდა იყოს ეს დარიგით ერზრუმი. სადღაც ამ ნაწილში. და დვინი აქ. და თელავი აქ. სადღაც. იქაც ეგრე არასწორად არის Silent Flash-ში. კიევი სად არის ისა? ყაზახების ტერიტორიაზე კიევი ანუ დახატული რა ქალაქი Silent Flash-ში. და კრაკოვი, სადაც კიევი უნდა იყოს. კრაკოვი არის ფრონტის ტერიტორია. გავუშვიდი პროსტა. არა რავი, ეგრე უნდა შეგეშალთ ან ცოტა დააპატარავეთ. და ქალაქები ჩაედიოს ეგრე. აი დაგიბრუნდებით მალე. დაგიბრუნდით მონღოლები არიან გოლდფორდი რო აწერია. მონღოლები არიან, მაგრამ გოლდფორდი აწერია. მონღოლური ერთ-ერთი სახაენოა, სახელმწიფო რა. ხოდა ეს გოლდფორდი არის მაგარი განწერული. იმიტომ რომ თანგ დინასტიაც უტევს
აქედან მეც დამასტოკინა მეც რო უტევ და აქედან ესენიც უტევენ რა ქვიათ ამათ პეჩენგან ხანათიც უტევს და ალყაშია რა და ყველა მხრიდან უტევენ და მაგის გამო ძალიან უმარტივდება განადგურება და წინ მივიწევთ ეხლა ჩემ ტერიტორიებზე ყველა ამოვხოცეთ ეხლა საზღვარზე მოგვიწევს გამაგრება საზღვართანაც რომ მოხოცოთ მე მაგის ტერიტორიაზე გადავიდეთ იმიტომ ეხლა სანამ საზღვარზე მივიყვან ჩემს ისინიც მოიყვანებენ საზღვართან არმიას ეს გადარჩა ეს რა პატარა რაოდენობა ეს უკვე აღარაფერი აღარა მით უმეტეს მარტო მეც კი გამკლავდები ამ რაოდენობას და აქედან კიდე ცალკე თანგ დინასტია უტევს კაი რაოდენობა შეუკრეფია ყოველ შემთხვევაში პატარა სახელმწიფოა ჯერჯერობით 2-4 ქალაქი აქვს მეტი არა და მაგის კვალობაზე დიდი არმიაა აქედან კიდე ცოტაზე დამასკოს ავიღებ და აქედან გაარღვიეს ეს მხარე შუა მხარე გამირღვიეს და გამოვიდნენ მაგრამ ვამარცხებთ უკვე მაინც ძლიერი არმიები მყავს მოდი აქედან დაგვრჩებით რომ დამასკოს ეხლა რო აზიარა აქვს შევლენ ესენი ქალაქში შეიძლება მოდი ასე ვქოთ და 2 წამში დაგბრუნდებით და დამასკოს ავიღებთ მაგ დროის განმავლობაში გამაგარი ვიდეო ჩართო დამავიწყე რამინდოდა რა უნდა გამეკეთებინა მამა თუ ახლა წვინს აიღეს ამდენი ხანი ვერდი და არა დარილებიან ამათი დედაკი ნამი ვაყური რაღაცა მოსპილოები კაი დიდი მეჯია უყოლი დავადოთ უქებეკ ეგრევე რა ისწავლიდა მეცება და მოიკლა როგორ მოხდა კიდე არ დამეძახა და კიდე არ შემახსენე რაღაც საზღვარზე მიყვარს ახლა ისინი მაეთკენ მიხედავენ ეგინია მაგრამ არ გამოუშვა თუნდაც გამოუშვა ეგრევე არმიას ავიწყოთ ეგრევე გავუშვით ეგრევე ამ ჩვენი რა მიზანი რაც გამ ჩემი რა ჩვენი რა ხო ტრაბიზონი ავიღეთ ერზრუმი ავიღეთ ალეპო ავიღეთ დამასკო ავიღეთ პირველ რიგში ავიღეთ ტრაბიზონი და ალეპო და ერზრუმი იყო ჩემი მიზანი ეგინიც ავიღეთ მე დამასკოს დავადითვალე დამასკოც ავიღეთ დამასკოზე დამავიღა ვიდეოს ჩართვა და რა უშავს ვოთ სამი კავალერია იქ რომ ყავდა ძალიან დიდი დემეჯი მივაყენეს და უცებ ავიღეთ მაგის გამო აბასიანები მარტო ის დარჩა აბასიანები ანუ არაბები არიან აბასიანები არიან მეორე დინასტია მაგრამ პირველი იყო ომიანები თუ რაღაცები დინასტია იყო რომელიც ჩანასის მე აბასიანები ბულგარები მარტო იქ დარჩნენ, კაია. პირატებს აუთმევიან. კაბადოკია თუ რა ქვია, ამას სამკუნძულს ეგ წაართვა ებიტანჩოს. და მორალი აწეული გვაქვს ამათზე. რატომ ხაც? და რატომ? ამას ახლა ვერავინ დაზიანა შემდეგი ეპიზოდში კიდაც გავავზრდო და თუ და ლაიქ
ბაღდადში რატომაც ვფიქრობ რომ მთლიანად მოსპო ბაღდადა აბასიანები არაბები მოდი ეგ დაუძახებს თუმცა აბასიანები რა აზრი აქვს ეგრევე მინდა რომ თლიანად მოსპო მაგრამ არ მგონი ერთ ეპიზოდში მოვრჩე იქ თუ ამოჭრა ჩაჭრები არ დაგავაკეთე და ქალაქების აღებებზე არ მივედი რა კაი დაგიშვიდობთ აბა ჰე და აბა ხო შეხვდებით ჩემს ვიდეოში იმიტომ რომ ძალიან დიდი ვიდეო გამოდის უკვე მithumetes ეს გამოდის 42 წუთიანი და ისე საათებია ამას ვიღებ მე მგონი აბა ჰე და აბა ხო peace